არ მინდა ფსიქიატრი თუ რაღაც რა. ფსიქიატრი, არა, ფსიქოლოგი, ვაფშე სხვა თემაა, ძმაო. ვაფშე სხვა მასშტაბებია. კაი, ბიჭებო, თუ არ უნდა დაანებეთ რა თავი. რა პრობლემაა? რა ძალე. მოკლედ, მე გადავალ ნატოსთან და შენ გადმოდი ჩემთან. შენთან? რა, გეშინია მარტო ცხოვრების. ნინო. დედიკო, გინდა შენ იქიდან წამოსვლა. სად უნდა წამოვიდე, აქ ძლივს მიშვებენ. რო გამოიბერო შვილო. თუ გგონია რომ მომწოხრაი ძალიან შემსდახარ ვაკო რა. თუ მოგწონ ვარ კიდე მე ძალიან ფეხზე მკიდია რა. შეყვარებულების როლს რატო ვთამაშობთ? ვერ გავიგე, მადგები მაკონტროლებ კუჩში დამდე, აღარ შემიძლია, გაიგე? შეიგნე რა. და შემეშვი. გამარჯობა, ეკა, სანდრო ვარ გაბისონი. უი, გამარჯობა, სანდრო, როგორ ხარ? კარგად არ ამიშობს. ეკა, რაღაც საქმე მაქვს შენთან და თუ შეიძლება რომ ვნახო დღეს. იცი რა არის, ახლა დავტოვე ბავშვების სკოლაში და გამოვდივარ. კაი, მაშინ მომწერე სკოლა სად არის და გამოგივლი სკოლაში. კარგი, კარგი. ეკა, გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად შეგხვდა. კარგად, დიდი მადლობა. ეკა, შენთან რაღაც საქმე მქონდა. დიახ, კესოზე მინდა და მეთქვა. უი, ჯობი დააშალა. არა. უბრალოდ ამ ბოლო დროს ცოტა ზარმაცობს. მე კი ვეკითხები რა ხდება, მაგრამ იქნებ შენც კითხე. აუცილებლად, მაგრამ იცით რა, თითქოს სახელიდან ნამეცადინები მოდის. არა, კი, ნამეცადინები მოდის, მაგრამ ბოლომდე არ აკეთებს. სულ რაღაცას აკლებს. უი, კარგი, არა, შენ არ ინერვიულო, ხო იცი რომ ყოჩაღი გოგოა, აუცილებლად გამოცოცხლდება. უბრალოდ მაინც დაელაპარაკე, კარგი? აუცილებლად, ძალიან კარგი თემით რომ მითხარი, დიდი მადლობა. კარგად ვანდებოდე. ხო, სანდრო. ეკა მოვედი სკოლასთან. უი, ესა, საერთოდ. ხო, აქ ვიყავი. კაი, გამოვდივარ, აი, ოჩხი მანდ, კაი. ხო, აქ ხარ შენ? ო, რაღაც საქმე იყო რა. აუ, მინდა მოგერეთ. რა ქეთუში. რავი, ნახე რა ისინი და მოვაყომარეთ რა. მე მუშებთანაც ვიყავი ქვევით. მე რა. არაფერი დაუყრიათ სამუშაო დღეების გადანაწილებაზე. ვი მინე მოსამართლე გავიჩით ესეც რომ თავის ხელების ჩამორთმევებით და შერიგებებით და ყველობით. საუნდშენ. იგი არა ეს არ არის. რატო რა დილოს დაურეკე და მოვალო უეჭველიო. აუ. ბიჭო, რაღაცა მიფიქრე. ძალიან ბევრი საქმე უნდა მივაყაროთ რა, ისე რომ დრო არ დარჩეს ტიპს ვაფშე რა. ანანომ რაც გითხრა რა. ხო, მაგრამ ეგეთი რა არის. აი, ეგ აღარ ვიცი უკვე. ბიჭო, მე ვფიქრობ, სადმე ხო არ გავუშვათ. მოცამუშავოთ ანუ რა. ხო, კაი აზრია, მაგრამ აი ხა ფოთში. ნაწილები ჩამოდის და გასაბაჟებელია.
თან ზღვა რაღაცა და რავი აზზე მოვარა. აი რა დრო ზღვა და გართობაა ეხა მან. ბიჭო ზღვა და ტალღები ხო ამშვიდებს რა რავი. ჩავა ჩამოვა. რა ლამაში ხედიც მოგაზრებიც. ხო მაგარია. კი მე ასე შენთვის კიდე რავი თან ფასიც ნორმალურია რა. ვა მას ვის ხედავდო? აშურით რავი მუშაობთ რა ხარ შეხვედრი? რა ვიცი რა. რა იცი რა რამდენი საათი მოგიწევს შეთვიოს. რა საქმე? კარჩი მაგარი გაჭედილები ვართ რა. ფოტოში ჩამოდის ახლა ნაწილები და გასაბაჟებელია საბუთებით წამოსაღებია. რავი ვერავის ვერ ვანდობთ ამ საქმეს რა. მეორე ხვდე? ხო რა ჩამოხვალ რა. როდის? დღეს ახალ და ხვალ ჩამო. რამე ისეთია? არა არაფერი უბრალოდ ჩახვალ და ხედავ სიტუაციას. საბუთებს ხას მოკიდებ და წამოიღებ რა, რაღაც ყოველს აკეთებ. ხო, მაგრამ არ ვარ რა ფორმაში რა. ვინმე სხვა რო გავუშვათ. რა გინდა ეხა რა ზბაზრო, რა ფორმაშია ხარ? ხო იცი რა შეზოგეთსა და ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. რავი რამე არ გავაფუჭო რა. აი რა უნდა გავაფუჭო. იცი სადაც უნდა მიხვიდე და რაც უნდა გააკეთო. აი წავედა. რა აბა რა სიზავ რა გჭირს. აი ეს ნახე რა მაგარია შემდგომას მეცა. კარგია. ბოდიში რა დილა ადრიანა დაგაფორია. კაი რა, არა უშავს მეღვიძამა. ალბათ გაგიკრუდა ხო შეხვედრა რო თხოვ. ცოტა კი. ხო მეც მიკურს ჩემი საქციელს. მოკლედ მაკაზე მინდა დაგელაპარაკვა რა. აბა, გისმენ. მომწონს. მან თავიდან მომეწონა და რაღაცა ეს რაღაცები არ მშოვია ზოგადად საერთოდ. და ეხლა რაღაცა პატარა ბიჭი გონია და. კაი, მაგას რა მნიშვნელობა ყველა ასაკში, ყველა შეიძლება ეგეც რაღაც დაგვემა. არა, მეც ხო, კაი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ გუში ნახე რა. ნო, მოუხები ყველაფერი ვაგზნობინე რომ მომწონს. სიმართლე გითხრა რაღაცა პასუხი ვერ გავიგე რა. აცი თქოს თავს მარიდებს, რაღაცა არ უნდა. არა და მე ვცდილობ ყველაფერს რომ ურთიერთობა აგვეწყოს რა. სანდრო ეგრე მარტივად არ არის ყველაფერი და რატო? მოკლედ არ ვიცი ხომ რამდენად უნდა გეუბნებოდა მე შენ ამას, მაგრამ მაგას ქმარი ყავს. და რაღაც ისე არის რა, რთულად არის ყველაფერი, რაღაც ბევრი პრობლემებია. და რა პრობლემები? რა პრობლემები და მაგას ქმარი დათო, ცოტა ხნის წინ წავიდა აღარ მახსოვს გერმანიაში თუ ესპანეთში და დაიჭირეს, რაღაც გაუგებრობა მოხდა, მოკლედ დაიჭირეს. და შვილი ყავს კიდე მაგას რიზიკო და დედა ყავს პენსიონერი და ნუ სესხი აქვს ბანკში და სახლი აქვს ჩადებული და ამ სესხს იხდიან და რა ვიცი. და ხა თან ცოტა ხნის წინ დაიწყო მაგა მუშაობა. თორემ მანამდე წარმოიდგინე დედამისი არის პენსიონერი და არაფერი შემოსავალი ბავშვი და ქმარი დიდი ხანია დაჭერილი. რამოდენიმე თვეა და ეხლა რაღაცებს არ ყვევენ, უნდათ რომ ჩამოიყვანო. ნუ ასაგებია ხა რატომ არიდებს თავს. არ ვიცი ხა რამდენად მე თქვა მე შენთვის ეს, მაგრამ ნუ არა, მე ვფიქრობ რომ სწორად მოიქეცი და დიდი მადლობა რა, ადრე თქვენ მაინც ხოლმე გამიგოს ხოლმე. ხო. Ani! მოდი რაღაცა წერილი მოვიდა ფოსტიდან შესაძლოა. კიდე წერილებს თუ წერდნენ ნახდათ არ მეგონა. ინგლისურის პასუხებია. მიდი მე გახსენი აბა. რა არის? რა!
აია გილოცა ჩემო კარგო არა კარგია გილოცა ესე ჩეპესნე დაურეკა ჩეპეს კი არა დედაშენს დაურეკე გაუხარდება გავიგო ჩეპეს პასუხები კარგი როგორ შეგინდა მაგარი გოგო ხარ გილოცა ალო ჩეპეშვები გოგო რა ვიხო მიდივართ პიკნიკზე მე და ჯონთან აუ პასუხებია ინგლისურის მართლა რა ქენი ყველაფერში მაღლისკოლა მაგ საერთოდ რა მაგარია გილოცა ზუსტად იცოდე აუ მადლობა შენი პასუხები მე არ ვიცი ჩემთან მიიტანენ ალბათ პასუხებს მიდრე დარეკე და გავიგოთ არა რას გაარკვევდნენ ანგენი კაირა აუ გიდა მე მივალ და მე ვნახავ არა რომ ჩამოვალ მე გნახავ რა აზრი აქვს მაინც არ მექნება ნორმალური აუ რა დაიჩემე ხარა ხო ვიცი რა როგორც დავწერე გოგო წავედი ხო თორემ მელოდება ჯონათანი აუ კაი მითიკოს გილოცავ კიდე ძალიან მაგარი გოგო ხარ აი მადლობა გამარჯობა. გალოდინეთ? არა, ეხლა შემოვედი. მოგლეთ. რაზე დაგიბარეთ? ხვდებით ალბათ, ხო? მე ძალიან არ მინდა თქვენ საქმეში ჩარევა, მაგრამ როდესაც საქმე ფუჭდება, იძულებული ვარ ჩავერიო. ქალბატონო თინა, მე გიხდით ყველაფრისთვის ბოდის. არა, ნინო, მე აქ ბოდიშის მოსახდელად არ დამიბარები ხართ. უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება? არაფერი. ერთი წუთით, მე აქ თქვენს გასასამართლებლად არ მოსულ ვარ. უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება თქვენს პროფესიონალიზმზე. რას გულისხმობ? რას გულისხმობ, ლევან და იმას, რომ ლექციებს აცდენთ. ზოგჯერ არ მოდიხართ, აგვიანებთ. მე თქვენს მიმართ განსაკუთრებით კარგად ვარ გაწყობილი. ძალიან გენდობით. ქალბატონო თინა, მე გაძლევთ პირობას, რომ ეს აღარ განმეორდება. ნინო, რამდენჯერმე დაგაფარეთ ხელი. არ მინდა, რომ სტუდენტები ხედავდნენ თქვენს კონფლიქტს. სტუდენტები საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავენ. ლევან, ეს შენ გონია, რომ სტუდენტები საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავენ. კარგი, მეც გიხდით ბოდიშს და პირობას გაძლევთ, რომ აღარ განმეორდება. ეხლა უნდა დაგტოვოთ ლექცია დაწყება. ძალიან გაღიზიანებულია. მესმის მინინო, რომ ძალიან გაღიზიანებულია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რაც ითხარით, ხო? და საწყებად არ მიიღოთ. არა, რას ამბობთ. პირიქით მადლობა. მეც გავალგარგით. რას აკეთებ? წვანილს ჭრი სადილისთვის. სადილი უკვე გავაკეთე. ვიცი, მაგრამ წვნიანის გაკეთება მინდათ. თან ზვიოს ხო უყარს. იცი წვნიანის გაკეთება. კი, როგორ არა. ნამსხვრის გაკეთებაც მინდა დღეს. ოჩახ? რას აგავს გოგო ჩვენი ოთახი? რატო რას გავს დავალაგე? მე რომ დაალაგებ არ უნდა იცოდეს ადრას და ვერ პოვლობ ვერაფერს. რას ვერ პოვლობს ვიო? საგარეო შარვალს. მოგიწევი ახლა. ო. ნეტა რა ბზიკია და გაშენცოლსა. სწავლობ შკოლას ნელ-ნელ, აბა სულ ეგრე ხო არ იქნება. მაგის ჭკუა რა ვქნა. აჰა. წვანი, ცოტა წვრილად დაჭერი. წვრილადას. ზვიოს არ უყარ, სასაზე ეკრობა. კარგი. ზვიო, ნამსხვრის გაკეთება მინდა დღეს, ხომ მომიტან რაღაცებს? რა ნამსხვრისა? დაბადების დღე გაქვს?
არა, რა შუაში უბრალოდ რა. არ გიყვარს? კი, მიყვარს. ხო და მაშინ არაჟანი მომიტანეს, გუშონი და ვანილი. მე მივდივარ მაღაზიაში და მოვიტან. კარგი. შე რა კარგად იქცევი ხოლმე შენ ხანდახან. მაგრამ ხო იცი ხა შენ ამ სხვაზე მეტად რაც მიყვარს. კაი რა სირცხვილია. შეიძლება. მოგწონთ? დავდარით. მე გახსოვართ. რა თქმა უნდა მახსოვხართ. რამ შეგაწუხართ? იცით, არაფრით არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ვერაფრით ვერ დაუკავშირდი ბაიას ტელეფონით. იცით, ბაია გადავიდა ქუთაისში საცხოვრებლად და ტელეფონის ნომერიც შეცვალა. გასაგებია. რა საქმე გქონდათ ბაიასთან? იცით, დალაპარაკება მინდოდა. თუ საიდუმლო არ არის, მე მითხარით და გადავცემ. თქვენთან დასამალი რა მაქვს. იცით, გეტყვით და იქნებ თქვენ დაელაპარაკოთ, მე პრინციპში ასე მირჩევნია. გისმენთ. ბინის თაობაზე მინდა დალაპარაკება. იცით, მე გავიარე კონსულტაციები ჩემს იურისტთან. ასე მითხრა, რომ ძალიან იწელება ეს საქმეო და შეიძლება წლებიც კი დაშირდესო. რა თქმა უნდა. როცა ასეთი რამე ხდება, მაშინ ასე მარტივად და სწრაფად არ წყდება საკითხები. ეს თქვენ გეგონათ, რომ იმსაც ცოტა მოხუცქალს მოატყუებდით და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. აი ეს მოტყუება ეხლა რა მოსატა? არ გვინდა ეხლა ჩვენ ატყუან მართლის გარჩევა, თქვენ ჩემზე კარგად იცით რაც გააკეთეთ. მე კარგ ვარიანტს გთავაზობ. გისმენთ. მე როგორც გითხარით, კონსულტაციები გავიარე იურისტთან და გაიწელება ეს საქმე ვადაშიო და იცით, გამოიტანოს ბაიამ სარჩელი. გავყიდოთ ეს ბინა, გავიყოთ შუაზე ფული და ბაიაც მადლობელი დარჩება. დედა, ამ საწყა გოგოს ბინა წაართვით და ეხლა ამადლით კიდევაც? არა, რას ბრძანებთ? იცით, მე კარგ ვარიანტს გთავაზობთ. ქალბატონოლია, ბაია ამ ბინას მაინც ვერ დაიმტკიცებს და სხვათა შორის წაგებულები ჩვენ გამოვდივართ. კიდე წაგებულებიც გამოდიხართ თქვენ, ხო? დიახ, მაგრამ იცით გვეჩქარება და ამიტომ აი ეს ვარიანტი გვერჩევნია. გადასარევი ამბავი პირდაპირ. კარგით, ნახოთ, მე ბაიას დაველაპარაკები, მაგრამ ეს საქმე იურისტებთან ერთად უნდა განვიხილოთ. მე თქვენ ისე არ გენდობით. როგორც გნებავთ, ვისაც გინდათ დაელაპარაკეთ. მე მგონი მოვრიგედებით, ხო? ხო, ოღონდ ბაიას მე თვითონ ვეტყვი ყველაფერს. კი ბატონო. ისე როგორ არის ბაიკო? მადლობთ, კარგად. ძალიან კარგი. კარგით, მე წავალ. იცით, ჩემ ნომერს დაგიტოვეთ. თუ რაღაცა მოიფიქრეთ, აუცილებლად დამირეკეთ. აი, ინებეთ. დაგირეკავთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონია. ნახვამდის. ხოლია. ბაია, ეხლა ისეთი რამე მოხდა არ დამეჯერებ. ხომ მშვიდობა? მარინა იყო მოსული, შენი თალიკოს ნათესავი. მარინა შენთან რა უნდოდა? საქმე იწელებაო, ბაიამ სარჩელი გამოიტანოსო, ბინა გავყიდოთ და ფული გავიყოთო. მე აკაკი მათ გითხრა ეგრე იქნება, მაგრამ არ დამიჯერე. ხო, ნუ ეხა არ აწყობთ ამათ ამდენი ხანი ამ საქმის გაჯანჯლება, ფული უნდა წასწრაფოთ ალბათ. ხო და ნუ უნდა ჩამოხვიდე რა, უშენოთ მე რა გავაკეთო. ეს როგორ დავტოვო ხა ყველაფერი? აი, 1-2 დღე უნდა ჩამოხვიდე, უშენოთ ვერაფერს ვერ გავაკეთე. აი, ხო ვიპოვე ვინმე შემცვლელსა ჩამოვალ რა. ნახე, მიდი და დროზე დამირეკე, ამათაც უნდა უთხრა პასუხი. კაი, კარგად. კაი, კოცნიება. ჰანი, როგორ ხარ? გავცის პასუხები მოვიდა. მართლა მე? ხალ ყველაფერში უმაღლეს ქულები. აუ, გილოცავ, რა მაგარი არის. ჩეპე მაქნა. ჩეპე არის, ჩამოვა და მე რა გვეტყვის ეგეც. აჰა. და ეგ გამოცდის პასუხები რას ნიშნავს? მაგაში ვერ ვერკვევი რა. ანუ ეხლა ამ პასუხებიან საბუთებს გადავგზავნით სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მე მიმიღებენ ალბათ რა. იცი სადაც გინდა? აუ, არ ვიცი, ჯერ ჩემი ძმაც რაღაცებს მირკვევს. იმდენი ვარიანტია რომ ვერ გადავწყვიტე რა. და აქ რო ისწავლო და მე წახვიდე? დააბრისთვის ვისწავლე ამდენი რომ აქ ჩავაბა რა. просто აქამდე არ მიფიქრია სერიოზულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი პასუხის შედეგები ჯერ და ეხლა მოსაფიქრებელი მაქვს უნივერსიტეტის პროფესიას და ვაფშე ყველაფერი. ვა,
ესე იგი გადაწყვეტილი გაქვს, ხო? უეჭველი. აი ეს საზღვარგარეთ წავდა. აუ ძალიან, თა ჩემის მე იცი რამდენი ხანია მელოდება და ძლივ ჩავაბარე. შენებმა იციან სახში? არა, საღამოს რომ მივალვეთ. იქაც ველოსიპედით უნდა იმოძრაო. ხო, დეჩევა, ხო იცი ვაფშე თავიდან მაგიტო მიყიდა. ის წასასვლელად. ой, კონცერტზე არ წავიდეთ? რა კონცერტზე? იცი, Yellow Crow ჩამოდის და იაცისკო სტადიონზე ატარებენ ძალიან მაგარ კონცერტს. არ ვიცოდი. ხო და მალე ვიყიდეთ ბილეთები, თორე აღარ იქნება მე ხო იცი. კი, წავიდეთ უეჭველი. ან მანდ რო არ წავიდე გავგიჟდათ. ხო დედა. ცოტნე, სადა ხარ? აი ანისთან ერთად ველოსიპედით ვკატავ. მალე მოხვალ? იცი რა, კარგი ამბავი მაქვს შენთვის. მითხარ ტელეფონში. აი რომ მოხვალ მე გეტყვი. კაი დე. აუ, დედა. მაშინ რო ბილეთები მიშოვე გახსოვს კონცერტის. კი? შეგიძლია კიდე რომ მიშოვო? იცი, არ ვიცი ხა ის ხალი კიდე მუშაობს თუ არა იქ, მაგრამ დაურეკავ და ვნახოთ. აუ, გეხვეწები რა დაურეკე რა. უნდა მიშოვო, გეხვეწები რა. კი, ვკითხავ. მალე მოდი რა. კარგი? კაი დედა, დროებით. კაი დე. გოცნი. აუ, ეკლებზე ვზივარ, სად არის რუსთანი ამდენ ხანს? გადი თუ გინდა და მე ვეტყვი. არა, ელენეც არ არის და უხერხულია. გამარჯობა. 5 საათზე მანიკურზე ვარ ჩაწერილი. მაშო ხო? კი. მოდი დაჭიქი. ეხლა. ეხა გიცანით, მეთქი საიდან მეცნობა. ხო, ჩემი მანიკურში გავიდე შვებულებაში. და მირჩიეს ეს სალონი და მოვედი. ძალიან კარგი, ხო და დღიდან ჩვენთან იარეთ. დიდი სიამოვნებით ისევ სოფლიო სალონის შეცვლას. მე ვიკაის ნენე. სასიამოვნოა. ისე ცხოვრებაში უფრო ლამაზი ხარ. ძალიან დიდი მადლობა რა. ეს ეკრანი ისეთი რამე რომ ძალიან პატარა ნაკლებსაც აჩენს. მითით რა არის? მთლად ეგრე არ არის. ზოგი ეკრანზე უკეთესია. ხელა იმდენ გრიმს იკეთებენ რა. ხო. აი ტელეფონი მირეკავს. ნუ რეჟისორი ავიღებ რა. ალო? ხო. რა შვებით გოგოებო? აუროსთან რაღაც მინდა რა გთხოვო. რა? შეიძლება წავიდე, დედა ჩემია ძალიან ცუდად. კი, მაგრამ რა ჭირს? წნევა აქვს მაღალი. რა მინდა იცი გთხოვო, რომ ალბათ ყოველთვის ვერ მოვალ და ვრჩები თქო ვიფიქრე. კაი, არ არის პრობლემა, შენ მიხედე დედას. ძალიან დიდი მადლობა გავიქცე. და ელენე სად არის? არ არის, ალბათ სალონის საქმეებზეა გასული. მე როაფერი არ დამევალებია. ამ სალონის არა. აბა რა სალონის? აი ზაზა და ელენე რო ხსნიან სალონს. ვაიმე, არ იცოდი, არ უნდა მეთქვა რა. არა, იცი რა, ვიცოდი, უბრალოდ დამავიწყდა. ხო. მოდი მაშინ. ასიკეთებ. ფრენჩს. ჩვენ გაიძინა? ჩაიძინა. წიგს უკითხავდი და დაიძინა. აბა, ამ თელი გამიორცინია ბებო რომ ჩამოსდეს. ხო, ძალიან მოხაროდა. მიდიხარ? მე გავალ ხოლმე. მეჩქარება სახლში. მიდი. ძალიან კი მინდოდა თამრიკოს გაცნება, მაგრამ არა, უშავს გაგაცნობია. კარგობა, წავედი და კარგად. როები.
ჩამოხვიდით? კარგით, გელოდებით, კარგით. რავიცი, არა მიშას ვარ. ძალიან კარგად გამოიყურებით. დიდი მადლობა, გილეც. საბუკასად არის. ძინავს და გავაღვიძებ. რატო ცუდად ხო არა? არა, თქვენ გელოდებოდა მთელი ღამე და არ დაიძინა. არ დაძინე, ჩემი ბიჭი და წავი. მოდი თქვენ გავაღვიძეთ, გაუხარდება უფრო. Sabuka. Vaime gidetsvalos bebo sena ram khara bichi khar gidetsvaleshi. Adi chamoqvedi. Ay khla chamovedi bebo da pirdapir shentan tsamovedi gidetsvalo. Shina. Ჩვენთან დარჩები? არა არ დავჩები. აუ, გთხოვ დარჩი. ვაიმე კარგი რა. დარჩით მართლა, დარჩით. დედიკო, ამოსალაგებელი მაგ, მოსაწესრიგებელი ვარ. მოწესრიგდები და მოვალაბა და რას ვიზა. აუ, გთხოვ. ვაიმე. კაი, საბა, როცა მოვახერხებ დარჩები. დედიკონა, აბა რისთვის ჩამოვედი დარჩები. არ დავჩები წაგიყვან ჩემთან, ჩემო ზიძოძღლე, ჩემო ზაყვარელო. მე ხამოდი ადექი, ჩაიცვი, ხელბერი დაიბანე და ბებოს რაღაცები მოუყვეთ. მიდი ჩაიცვი, ბებო, ჩაიცვი და გამოდი. აბა როგორი ბიჭი ხარ. რაო, ბაბო, გენაცვალე. ბაბო, მოვიფიქრე. მართლა ავდგები და წავალ, მე გავიპარები. კარგი გოგოხარ. მაგრამ ცოტა იცი მეშინია მაინც უცხო ქვეყანაში. მოგეშინია. ქვეყანა ასეთ არის. ჯერ ჩახვალ თურქეთში, მერე გადახვალ საბერძნეთში. ასე ხდება. ხო, მაგრამ ეგრე მარტივად რო არ ხდება. არა. მაგას დავავალებთ ნათელას, ფულს მივცემ და ყველაფერს მოაგვარებს. სად არის ნათელა? ნათელა თბილისში არის. ხო, მაგრამ ვინ გამიშვებს მე თბილისში? კაცო, ჩვენ ვიტყვით იმას, რომ მივდივართ თბილისში ექიმთან, რომ გაესინჯო ბავშვის თაობაზე. ვინ არ გაგიშვებს? მით წამოყვებით, წავიდეთ ერთად ხვალ. ხო, მაგრამ ნუნუს რა უთხრათ? ხო იცი ეგეც წამოვა. ნუნუ ხვალ ვერ წამოვა. იმას მუშაყავს დაბარებული. გამიგე? კარგი. მოგრამხლა. ო, ისევ გაიზარდა. რა ხდება ლევან უნივერსიტეტში? არაფერი საინტერესო. რატო? არ ვიცი. რაღაც პროექტზე მუშაობ, მაგრამ ისეთი არაფერი. სანამ ახალგაზრდა ხარ, შვილო უნდა მოასწრო ყველაფერი. ვცდილობ. პირადში როგორ არის საქმე? პირადში არაფერი. ისეთი. ლევან, ისევ არავინ გყავს? არა. რატომ მერე? რა ვიცი, აბა რთულია. ისე შენთვისაც კარგია, საბასთვისაც. ვიცი. რთულია. მოვიდა და მე გაცილე შარო. მოდი, ბებო, მოდი. ხო არ აბრაზებ მამიკოს, გედაცვალეს. არა, მა ხო არ გაბრაზებ. არა, ძალიან კაი ბიჭი. აბა რა, კარგი ბიჭია ჩემი, სიცოცხლე ჩემი. რაო, ბებო, რაო.
გინდა ეხლა ჩემი ლეგოები გაჩვენო? ვინმე როგორ არ მინდა? ჩვენ ლეგოებს ვნახავთ ეხლა მიდი. როგორ ხარ? მოხედი ცოტნე. კი. დაჯექი. რა ხდება? ნახე რა ლამაზია. ანი რატო არ წამოიყვანე? რავი, არ ეცალა, რაღაც საქმე მაქვს რა. კარგი გოგოა მომწონს მე ანი. ხო, მე. მიდი, ჭამე და რაღაცა კარგი ამბავი მაქვს შენთვის. რა მოვიგებ? დაიწყე ჭამა და გეტყვი. კაი, მითხარი რა. ხარეთა უფლება ვალდებულებანი. ეს რა არის? გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა. მართლა? ხო. რანაირად? შენ არ გახსოვს ის ჩემი მეგობარი, მაგრამ მაშინ პატარა იყავი. მოკლედ ერთი ჩემი მეგობარი მუშაობს გამომცემლობაში. დაჭირდათ კადრი, გავახსენდი მე, დამიძახა, მივედი. ერთი სტატია უკვე გამომატანა და ვთარგმნე რუსულიდან ქართულად, ეხლა მეორე მაქვს წამოღებული სახში. აუ რა მაგარი. მე რო გადავთარგმნე, შენ შეგახედებ, რომ რაღაც შეცდომა კი, წავიკითხავ მეც რა. ხო, ძალიან მაგარია. თან მითხეს, რომ ხელფასიც მექნება. აქედან გამომდინარე, სახში უკვე ორი ადამიანი ვიქნებით. ფული შემომტანი. აი, ეგ რას ალაპარაკო, ხე შეთუბაკიტო დაიწყე მუშაობა. არა, რა ხა მარტო მაგიტომ არ დამიწყე, მაგრამ ესეც არის. დავიწყე კიდე იმიტომ, რომ ამდენი ხანია სახში ვზივარ, რა ხდება სამყაროში არ ვიცი. ესე რაღაც ახალ სტატიებს წავიკითხავ, გავიგებ, დავეწევი ქვეყანას. ძალიან გამიხარდა. ხო, მეც შეხარია. ალო? დიახ? გამარჯობათ. უი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კი, ხვალ გამოვივლი. კი, გმადლობ. დღეს კარგი დღეა. რა მოხდა? ბილეთები გინდოდა? მინდოდა? გაქვს. მართლა? ორი ბილეთი. რა ლაპარაკობ? ძალიან დიდი მადლობა, აბა რომ მითხარი შანსი არ არის. რა ვიცი, მეგონა რომ არ გამოვიდოდა და კი გიშოვე, ჩემ და ანი დახვალ. აუ, ძალიან დიდი მადლობა, დედა. ხო, ხარ უნდა უთხრა მე გიშოვე. არა, არ ვეტყვი, არა. იცი შენ კენი. აუ, როგორ იცი როგორ უნდოდა? ხო და ძალიან კარგი, იცი რა ძალიან დიდი მადლობა რა. ვითომ შენ გააკეთე ყველაფერი. კარგი დედა. დედა, იქ გამოცდილობაში ყოველდღე უნდა იარო ხოლმე? რა ვიცი, ხა თუ იქნება საჭირო მივალ ხოლმე ხანდახან. ხო, რა ვიცი, ისე უკეთესი იქნება რომ სახში ემუშაო ხოლმე რა. ხო, ხა მეც ვერ შევნია რომ სახში ვიყო, მაგრამ თუ საჭირო იქნება ხანდახან წავალ და წამოვიღებ ამ სტატიას. და შენ არაფერს არ ჭამ. მე შენ არ ჭამ აუცილებლად. ჩაი გინდა დაგისხა? ჩაი, არა, ჩაი არა. კაი, მე რეთქია. ჩვენ ჯიში და ჯილაკში უშვილო არავინ არ ყოფილა. იქნება და ბიჭის ბრალია. ხო? ხო და ამიტომ იმყავს ექიმთანა, ხო უნდა გავარკვიოთ. შენ სად მიყავს ერთი გამაგებინე რა, აგძლევს დადიხარ. მე მოული ამ ბავშვსა. თქვენ მარტო ჩხუბზე ხართ მაგრები. იცით მაინც სად მიდიხართ? კი, კარგი ექიმი გავარკვიეთ და იქ მივდივართ. ამასაც ახლა მოუნდა პლოშადის დასხმაი რა. 30 წელია ვეხვეწები და მაინც და მაინც ახლა მოუნდა. მე ვეტყვი შალასა და სხვა დროს დაიბარებს იმუშასა. მეც წამოვალ. არ გადადოთ, არა მე სულ ვეღარ დაასხამთ. მართლა დედა, რა პირველად ხوار უნდა წავიდა მარტო, კიდე მომიწევს წასვლა და მერე გამომყვები შენ. ექიმის ფული გაქვს? კი, ზვია მომცემს. სად იყო? პარკში. რა არის ამ პარკში ვდედი ხო? ხანდახან კაფეშიც წავედი. ეხლა დაიწყო რა. რაღაც უნდა გითხრა. ნანას არა თქვენ შეჭერ? არა, არ დამხვდები. გამოცდის პასუხები მოვიდა. მე რა უმაღლეს კურებმა ყველაფერში. ჩიმ ჭვიანი და
ლამაზი. ხო, ძალიან გამიხარდა. დღეს დილით მოვიდა პოსტით პასუხი. მე რა უნდა დამირეკო და არ უნდა მითხრა. ეხა ხო გითხარი. დრამაზმა იცის კოკას დაურეკე. ხო, პირებ დარეკვას. ამოიცი გავახებ. ელენე. ანუშკა, როგორ ხარ? კარგად, შევერ ხარ? კარგად. სუდან. აქეთ ვიყავ და შემოგიარეთ. ძალიან კარგი. და მე კოკას აურეკავ და მოახა? ხო, კარგი. ვაი. კორა ხარინე. კარგად. გიო არ არის, ნახვა მინდოდა. გიო როდისაა საერთოდ ცალში. სალონში ვიყავი და ვერ გნახე. ხო, არ ვიყავი დღეს. ელენე. ყველაფერი ვიცი შენი ამბები და დამაუს აზრი აღარ აქვს. რა ამბები? აი, სალონს რო ხსნის აზრთან ერთად. ეს მართლა ვაპირებდით, გმას უბრალოდ რაღაცნაირად ვერ მოახერხე. ანუ ჩვენთან აღარ იქნება. ხო. კარგი იყო შენგან გამეგოებ, მაგრამ ნუ რას ვიცით. მაგრამ მინდოდა მე თქვა და შენ ვინ გითხრე? აი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ რო არ მოგატყო მართლა ყული დამწყდა. არა, ეხლა ეგრე ყველაფერი კი არ არის ჯერ გადაწყვეტილი. ან ნუ გვინდა რომ ყველაფერი გავარკვიოთ ჯერ და ვიფიქრე რომ ყველაფერი რომ დამთავრდება და მერე გეტყოდი. ნუ თავიდან რომ ცოდნო და უკეთესი იქნებოდა თადარიგს დავიჭერდი. ნუ ფაქტიურად შენზეა ყველაფერი გმონდობილი, როცა მე არა. просто მართლა არ მინდა და შენ წვენება მართალი ხარ ჯობდა რომ თავიდანვე მეთქვა. კაი, ხა ბოდიშებს ნუ გამიხდი რა. გასაგები რომ შენთვის გინდა რაღაცას აწყობა, მაგრამ ნუ ალბათ მეც ვიმსახურებდი რომ ცოდნოდა რა, თორე ეგრე ხო ვინ გაკავებს შენ საქმეს როგორც ჭირდება ისე უნდა მოიქცე. просто მაპატიერა ძალიან გთხოვ. მართლა მართალი ხარ რომ ჯობდა რომ თავიდანვე მეთქვა ყველაფერი. უბრალოდ ზაზამ ძალიან დამაჩქარა და ძალიან უცებ აეწყო ყველაფერი. აი ხო, იცით მაინც რა საკეთებთ როგორ საათ. არა ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ნუ რაღაცებს ვარკვევთ ახლა და ნუ ახ გამოცდილება გაგვიყვა. დადაჭარავთ. ელენე მიდის სალონიდან. ვაი, რატო? ჩემ სალონს ხსნიდა. რა მაგარია, შენთან ვივილი ხოლმე. მაგარი ჩაი მაქვს და მოგიმზადებთ, ხო? გული მერე ვარო გიყურებ. იცოდე ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებ. ერთი ნაბიჯი კიდე და ტრუპი ხარ. ტრუპი ხარ დედას ფიცავ. გაიგაშენ! მაგარია! ძლივს ვიშოვე, ძლივს. დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი იქნება. აუ ძალიან. საბატონო ნათელა. ჩემ გოგოსა უნდა წასვლა საზღვარგარეთ. დროებით უნდა დავშალდეთ ერთმანეთს. და მე არ მიშლის ეგ კაცი არაფერში ხელს და ვის ვემალებით, რას ვემალებით, გამაგებინა რა. ლევან ბევრი ვიფიქრე და არ მეღერს რა.